არსებობს ესეთი ეგრეთ წოდებული საერთაშორისო დღე, იმიტომ რომ სინამდვილეში არ არის საერთაშორისო დღე, ეს არის ძალად მოხვეული, კაცობრიობის თავზე ძალად მოხვეული, ისეთ სეკულარულ სამყაროშიც კი, სადაც და ისეთ ათეისტურ სამყაროში, როგორც საფრანგეთია, იქაც როგორი საპროტესტო გამოსვლები მოყვა ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას და მათ მიერ შვილების აყვანისუფლებას, მაგრამ ამბობენ, რატო საცოდავი, იმიტომ რომ დაბნეულები არიან. რა მოხდა ეხლა ადამიანი თავისუფალია, დაბა რა უნაქნას. ავიწყდებათ რა, რომ თუ თავისუფლებას ჩვენ ვეძახით, რომ ყველანაირი ადამიანის მდგომარეობა, ცოდვითი მდგომარეობა გავხადოთ საჯარო ერთი და მეორე კანონის ფარველობის ქვეშ შევიყვანოთ და პროპაგანდის უფლება მივცეთ, მაშინ რატომ არ უნდა მივცეთ პროპაგანდის უფლება ნარკომანებს? მე რამდენიმე შემთხვევა მაქვს ჩემს სამღვდელო პრაქტიკაში, ერთხელ მოწევით მარიხუანას, ერთხელ მოწევით, შეიძლება ხარისხი არ იყო ისეთი, მაგრამ ვინ გასაზღვრავს? საქართველოში საჭმელი რძის პროდუქტები აღარ არის დალოცულო და კვერცხი ხარისხიანი და ეხლა მარიხუანას ვინ შემოგიტანს, თუ მარტო ხარისხზია და თუ სხვა რამეზე არა, რომლებსაც ფსიქიური პრობლემები დაეწყოთ და ბოლომდე ვერ განკურნებულან. მცველების მოღალატე ქმრების აქცია მოვაწყოთ და იცით რამდენი დაუშვათ, კანონიერად დაუშვათ. პედოფილია, რომელიც თუ ესე გაგრძელდა, თქვენ დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა, გავა დრო და ამას დააკანონებენ. პედოფილია, როგორც გითხარით, და იტყვის ადამიანი ბედნიერი ვიქნები მხოლოდ მაშინ, როდესაც ესე იგი ჩემი პარტნიორი იქნება ბავშვი. რა, იგივეს ამბობენ. ეხლა ზუსტად გერონტოფილია, მოხუცებისადმი სიყვარული, იმიტომ რომ სხვანაირად ახალგაზრდასთან მას არანაირი ინტერესი არ აქვს, ის როგორც ვიღაცასთან ნორმალურ შემთხვევაში, არამედ ინტერესი აქვს მოხუცთან, ბებერთან და შემთხვევებია საქართველოში არის შემთხვევები ძალიან ღრმად მოხუცებული ქალების გაუპატიურებისა. ძალიან ღრმად მოხუცებული. ავადმყოფია და ესეთია. ჩვენ ხო ვიცით რომ ასევე არსებობს მიდრეკილება, რომელიც სახელი არ ვიცი, აი თუ არ მოკლა, თან კლავს, თან აუპატიურებს, ისე არ შეუულია. ისე ვერ განიცდის ბედნიერებას. ნეკროფილია, ანუ მიცვალებულთან ურთიერთობა, უკაცრავად ამ სიტყვაზე, მაგრამ მე გეუბნები სადამდე მიგვიყვანს ეს თუ ესე გაგრძელდა. თქვენ იცით რომ ერთ ქვეყანაში, ეხლა მე არ ვასახელებ ქვეყანას, მიიღეს კანონი, სადაც მამაკაც შეუძლია ცოლთან იცხოვროს, გარდაცვლილ ცოლთან რამდენიმე საათის გარდაცვლილ ცოლთანაც ჯერ კიდე იცხოვროს. რამდენიმე საათია, 3-4 საათია, ჯერ კიდევ შეუძლია მასთან კავშირი დაამყაროს, კანონით დაშვებულია ეს და არ ჩაითვლება ეს მიცვალებული შეურაცხყოფად. იმიტომ რომ მისი ცოლია და ჯერ თბილია და მისი სხეულს მოკლედ. ეს კანონი არსებობს ერთ-ერთ ქვეყანაში. ზოოფილია, ცხოველთან ურთიერთობა, ამასაც და მე ახლა იტყვის რომ მე მინდა მეგობარი ძაღლი მყავდეს და რაღაც ცხოველი მყავდეს და ასე მყავდეს და იცინით, მოიცინით. თუ ჩვენ ამას დავუთმობთ, ესეც მოვა, სასაცილო არ არის ეს. და ეს ყველაფერი სამედიცინო ტერმინებია, მე რაღაცას კი არ ვიგონებ, რომლებიც არსებობს დაცემული ადამიანის მდგომარეობაში. სხვეთში არსებობს საბავშვო ბაღები და დაწყებითი კლასები. ამას რეკლამებსაც უკეთებენ ინტერნეტში. საბავშვო ბაღები არსებობს, სადაც საბავშვო ბაღში ამხელა ბავშვია, ხო, 2 წლის, 3 წლის, 4 წლის, 5 წლამდე. სადაც ეს საბავშვო ბაღი რითი არის სპეციალიზირებული? ჰომოსექსუალისტი ბავშვები. პარულით ეს ეხლა ერთია როცა ზოგადად საუბრობთ და როცა ინდივიდი მოდის ჩვენ მას სხვანაირად ველაპარაკებით და ვამშვიდებთ და ვამხნევებთ და მასთან ერთად ვიბრძვით, ხოლო რაც შეეხება იმათ ვისაც სურს ამის პროპაგანდა, ჩვენ გეუბნებით, არა მარტო ამასაც ახლა გეუბნებით, რომ ეს ცოდვაა, არამედ იმასაც, რომ ჩვენ გვიჩვენია მოვუკვდეთ, მაგრამ ამის უფლება არ მოგცეთ. და თუ ჩვენი ერი ამის უფლებას მოგცემთ, ესე იგი ჩვენი ერი არ არის ღირსი იმისა, რომ ქრისტეს ერად იწოდებოდეს, მაშინ ეკლესია კატაკომბებში წავალთ და ჩვენი სულების გადაჩენას მივხედავთ. ამიტომ ჩვენ მოუწოდებთ ყველას, ვისაც სამშობლოსათვის მართლაც უძგერს გული და ეკლესიის სიწმინდისათვის და საკუთარი შვილებისა და შვილიშვილებისათვის მაინც ყველანი 17-ში 11 საათზე შევიკრიბოთ ფილარმონიასთან.